მოგესალმებით, კარგი ისტორია. გამარჯობა. დაიწყო ძვირფასმა. მაჩვენ და ანსემის ბოლოსკენ შეგვიძლია მოყევით. დავიწყოთ ისე მე მაინც NDI-ის უტრიალებ. არის გაქვთ თუ არა რანახი ვიდეო, რომელიც მასკმა გამოფინა თავის X-ზე და როგორც კიცებული უბრალოდ როგორც ანონსი იმის თაობაზე თუ რა გამოიძიებს და რა ვიგინდარები არიან USA-ში. უბრალოდ გაუშვებ ძალიან ხანმოკლე ვიდეო და საქართველოს დაინახავთ იქ. ანუ ეს არის ვიდეო, სადაც აღწერილია USA-ის სუდი, ცენზურა, ჩარევა უცხო ქვეყნებში და შემდეგ. ჯეფრი საუბრობს, ხო? არა, ვიკლიპია ძალიან პატარა. ხო, მაკლიპში არ არის ჯეფრი საქსი. არა. კი ბატონო, ეხლავე გავუშვებ, დავიდა. მოკლედ, კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა იცოდეთ, რომ გამოაქვეყნეს მასალები, საქართველოზე შევჩერდეთ, ჯერ ჯამში ალბათ 100 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. მარტო USAID-ის და NED-ის პროგრამებით ამ მოახლოესი 2 თვის მანძილზე, იმ ამბებზე, რაც ქუჩაში ხდება და ამ ფონზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ყოჩაღად გამოიყურება, გაცილებით მეტი ხალხის გამოყვანა შეიძლებოდა უფრო სულელურ ქვეყანაში. მან ორი ამბავია რა, ერთი რომ ან ეს 100 მილიონზე მეტი დახარჯული ლარი რევოლუციისთვის ვიღაცებმა ძალიან სუჟეტ შეჭამეს დიდი ნაწილი. ან მეორე რასკლადი ისაა, რომ კაროჩი პასუხისგებლობა აქ ფულის კლიმაზე ვიც აიღო რომ დისტრიბუციას როგორც გავუკეთო, შედეგს რასაც დავდება, ნუ ის ყოფილა, ნუ ტოპკაცი იმენა რა, ვერაფერი ვერ შეასრულა რა ტიპმა და მართლა ეგ ძალიან სწორი აქცენტია, რომ მაგ თანხა ძმაო კიდე გადარჩენილი არა, ვიცი, ჩვენ ხო ლაპარაკობდით ხოლმე კაცო, გარკვევით, რომ აბა ეს ნანუკას ფონდიდან დაწყებული ის რაც თვალხილული იყო და რაც წინა პლანზე იყო წამოწეული, ყველაფერი ეს არის ფულის გათეთრების მაქინაციები, როგორ კაცო თითო დღე მარტო პიროტექნიკა, თავისი ჩაფხუტი, აღჭურვილობა, ეს სათვალეები, ასე შემდეგ და ასე საჭმელი, კეითერინგი, ლოჯისტიკა, ყველაფერი ჯდებოდა ამის მილიონამდე, ხელფასი მილიონამდე ადიოდა ეს თითო დღე ჩვეულებრივად. ამას დამატებული, რა თუნდა აქ ჩვენი ლაპარაკი, აგერ ჩვენ ხო არ გვიჯერებთ და რა თქმა უნდა, მივიღეთ ჩვენ პოსტკოლონიალური ისეთი რეჟიმი, რომ მაგალითად თუ მეტროპოლიაში ესე იგი ცენტრში იტყვია რომ გრავიტაცია არ არსებობს, რა თქმა უნდა გრავიტაცია აღარ იარსებებს და დავიჯერებთ. თუ იტყვია რომ დღეზე რომ ღამეა, წყალზე რომ სიმშრალეა და ქვიშაა წყლის მაგივრად, ამასაც დავიჯერებთ. ამიტომ აი ძალიან მარტივად აგერ ტრამპი, ილონ მასკი ამბობენ რომ USAID-ის უკან იდგნენ დადგანან Squid Game-ის კალიბრის პერვერტი, ლუნატიკები, პერვერტები, გიჟები. კენედის დავამატებ, კენედიმ თქვა, კენედიმ როგორ არის სწორად არ ვიცი, კენედმა ალბათ. კენედიმ, კი ბატონო, თქვა რომ პირდაპირ ესე ვიდეო მაქვს თანახი, 5 მილიარდი დოლარი CRU-მ, ანუ CIA-მ через NDI გადაიხადა უკრაინაში, რათა მოეწყო რევოლუცია. 5 მილიარდი. ოღონდ ეს თქვა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ამაზე ასე ლაპარაკობდა მხოლოდ სალავიოვი. კი ბატონო. ანუ ხტები რა დონის ამბავი გასკდა. კი ბატონო. პირდაპირ როგორც სამრეცხაო მანქანა CIA-ის ფულების, რომელიც აწყობს რევოლუციებს სხვადასხვა ქვეყნებში და არ ვიცი ახლა ეს რევოლუციაც არ არის, ტექტონიკური ძვრა არის ჩემი აზრით. ამაზე მეტი რა უნდა თქვა და წარმოდგენა არა მაგ. შეიძლება მიხედო დაიგოს გამჭვირვალობის კანონი, როდესაც 2023-ში დაინიცირდა. აი რატომ იყო მნიშვნელოვანი ეს კანონი? 2024-ში როდესაც მივიღეთ ეს კანონი, ეს კანონი მიზნად ისახავდა სწორედ იმას, რომ რასაც ეხლა ააშკარავებს ტრამპის ადმინისტრაცია, ამ ინფორმაციაზე შიგნით საქართველოში ქონოდა ჩვენ ცნობა რა თანხები, რაში, რა რაოდენობით და რა მიზნებით იხარჯებოდა. და ნუ ახლა ამაზე გვიტრიალეს, რომ რუსული კანონი შემოიღეს, და საბოლოო გარუსება გადაწყვეტეს, ყველა ვინც ამას ხარს უჭერს რუსია, ნუ დღემდე ამას აგზელებენ და ხო მე მგონი აზრი აღარ აქვს, ტრამპი იტყვის, მასკი იტყვის თუ რა ბიძია სემი განსხეულდება და ის იტყვის რა, ნუ ამ ადამიანს დაიჯერეს.
მართლა ეგრო ესე არის ამერიკული კანონი არის რუსული და ბოლომდე აწვევიან მაგას რა არანაირი ვიდეო არ მგონია რომ მაგის შემცვლელი გამოდგეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება ასევე და მე სულ უფრო და უფრო დიდი ინტერესით უყურებ იწერით და True Social-ით ანუ ტრამპის სოციალით ტრამპის ამბებს ამერიკის ამბებს იცით რომ ტარიფები დაუწესეს კანადას ნაკლები ტარიფი დაუწესეს ჩინეთს ვიდრე კანადას ჩინეთი მექსიკას აღარ აქვს ეს ტარიფები იმიტომ რომ დათანხმდა ის ქალი ბევრ რამეს შეეშინდა ტრუდო რომელიც ჯერ კიდევ არის თანამდებობაზე უწევს წინააღმდეგობას მაგრამ რამდენი ხანი გაუწევს არ იცის და ევროპის სანქციები ევროპას რომ უნდა დაუწესოს ეს სანქციებიც მოდის და ახალი ამბავი ეს ჩვენ გვეხება იმიტომ რომ ომზეა საუბარი ტრამპმა შემდეგი რამ განაცხადა გაუშვით თუ შეიძლება Ukraine they have very valuable rare earth we want what we put up to go in terms of a guarantee we want a guarantee we're handing them money hand over fist we're giving them equipment so we're looking to do a deal with Ukraine where they're going to secure what we're giving them with their rare earth and other things მადლობთ ესე იგი გარანტიები უნდა ართმევენ უკრაინას იმ სასარგებლო წიაღისეულს რომლის 80% უკვე წართმეული აქვს რუსეთს და სასარგებლო წიაღისეულითო და პლუს სხვა რაღაცებითო და სხვა რა უნდა იყოს ცნობილი ფილმიდან თქვენი აზრით რა შეიძლება კიდე წაართვას ამერიკამ სული აღარ არის იქ უკვე არის რაღაცას პროიექტები მე მგონი უფრო მიწევი აი ყველაფერი რასაც ხდება რომელიღაც ევროკავშირის ქვეყანას ხო აქვს ვალდებულება აღებული რომ ომის დასრულების შემდეგ აღადგინონ ლეკროკს კონდა ხო მთლიანად წაიღებენ რა მთლიანად ამერიკა წაიღებს მთელი სრული უკრაინის რეაბილიტაციას და უკრაინა გახდება ამერიკული ქალაქი არა ამერიკული არა მგონია ტრამპი პირიქით უნდა რაღაცები წამოწევს უკრაინა მეგეთქვი რა გახდება რეალურად გახდება ირანი 79 წლამდე სადაც იქაური წიაღისეული და იქაური დოვლათი იყო ამერიკელებს სიკეთეები გაქონდათ ბრიტანელებს, ამერიკელებს და ჰოლანდიელებს 20 კაპიკად ხო და არაფერს არ უპოვებდნენ სეგრეგაცია დაიწყება და ცალკე ტუალეტები იქნება ხო ნუ ჩვენ რატო გვეხება სოფლიო ჩემპიონატის თასი რო ედო უკარეპლიკა ნახე კაბინეტშია ურაკაიკაც რატო უდევს არა მე მგონი ის ჰოკეისტები ყავდა სტუმრად და მათ ფეხბურთის სოფლიო ჩემპიონატის თასი ჰოკეისტებიც ყავდა და ძალიან საინტერესო იყო ჰოკეისტები უი დღეს როშემ მაგაზე საუბრობდით და არა ვნიშნოთ რომ ეხლა ვინც Facebook-ში ვიყურებთ ლიბერალები ხარობენ და ნაცები Facebook-ზე ხარობენ რომ დაიბლოკაო მეტამო დაბლოკაო პოსტივის ყველა გვერდიო და რა ვიცი ყველა გვერდი არის და რანაირად ხდება ახლა ლაივს უყურებთ ბიჭო ანუ ეგეც 450 ადამიანი უყურებს დაბლოკილ გვერდზე ერთმანეთს რო აჯერებენ და რო უხარიათ რო აი ეგ ფენომენი მინდა კარგად გავარჩიოთ ეს არის რაღაცა უკვე გაგვიჭირდება კარგად გარჩევა ფენომენის არ ვიცი იმიტომ რომ თაკე სამყარო აქვს ხო სადაც გვეშინია აგონიაში ვარ ვაფშე უცნაური გარბის ბიზნესი აი მაგალითად ამ საკითხზე რომ ამერიკელები ცდილობენ და ეცდებიან კი არა და გარანტირებულად წამოიღებენ უკრაინის ყველა დარჩენილი უკრაინის ყველა წიაღისეულს ასე შემდეგ ჩათვლიან რუსეთს დამარცხებად ხო იცახიან არ დაუტოვა არაფერიო რუსეთსო წიაღისეულიო და თვითონ ხო მაგას ალბათ ის თამარა ჩერგოლეიშვილი როგორც ამბობდა სასურველის რეალობად გასაღებაო და მეორე მხრივ მე უფრო ის მომწონს რომ თუ თეორია არ ემთხვევა ფაქტებს მით უარესტი კი არა თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მით უარესტი ფაქტებისთვის პრინციპი ეგ არის რა ლიბერალებმა შექმნეს რაღაცა თვითილუზორული სამყარო პოსტსიმართლის ეპოქაში სადაც მნიშვნელობა საერთოდ აღარ აქვს რეალობას გრძნობად ობიექტურ რეალობას მნიშვნელოვანია მხოლოდ შენი ინტერპრეტაცია ხო მეგობრებო აი ძალიან საინტერესო ამბავს სიტყვებს ამბობს თინა ხიდაშელი რომელიც ყველაზე ჭკვიანია იმიტომ რომ არის არა ამერიკისთან ევროპის ტაივანის აგენტი და სხვაშორის მე რაღაც მე მგონი შენ გააზრე ეგ ფოტო რა აქეთ ნატოს დროშა რო აქვს აქეთ ევროკავშირის ტაივანის დროშით რატო არ ჩითავს არც ერთი არის გამშოლოვანია იმიტომ რომ მგონია რომ ტაივანის დროშაც უნდა ქონდეს როგორც ტაივანის აგენტი აი ეს თუ შეიძლება გავუშვით რა აი ეს საქართველოს დროშა არ ჩანს რა აქეთ ნატოს დროშა რატოღაც ევროკავშირის და საქართველოს და იქ ფეიქ ბომბი ვარდება ბომბი მე მინდა რომ გავუშვათ თინას სიტყვები მეგობრებო
Სადაც აი ეს პირველადი ქაოსი დასრულდება და USAID-ს რა თქმა უნდა შეიძლება სხვა სახელით და სხვა სტატუსით, მაგრამ დაბრუნდება დაუბრუნდება თავის საქმიანობას და ამერიკა ისევ დაუბრუნდება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და აქტიური ადამიანების დაცვისთვის ანუ აქედან ჩანს ერთი რამ, რომ ამერიკა აღარ არის ამ საქმიანობაში თვითონ დემოკრატია სტაჟიანმა აგენტმა აქამდე იყო და სახელს გადაირქმევენო მერეო სახელს გადაირქმევენ და სახელს რატო გადაირქმევენ თუ კარგია რა USAP პლუსი ახლა უკვე მეთოდის გემო USAID პლუსი ხო თუ აქამდე შენთვის ამერიკა იყო დემოკრატია ანუ ეხლა რის გამო აღარ არის ამერიკა დემოკრატია ხვდები? იმიტომ რომ ფულს აღარ აწევს და იმიტომ რომ კი მხოლოდ მაგითო იმიტომ ფული თუ არ მოგწაგინდა დემოკრატია იყოს გენდერს აღიარება სახელმწიფოს მხრიდან აღარ არსებობს სქესი დადგინდა რომ არის 2 და USAID გაჩერდა კიდე მაგარ შეკითხვა და ამის გამო ამერიკაში აღარ არის ეს ყველაფერი რომ შეცვლილიყო და USAID-ს რომ გაეგზელებინა ფულის გადახდა ხო იმიტომ რომ ეხლა სხვა რამეს მიაწევთ იმიტომ რომ არ მიაწევდნენ თავარი არის ფულის არ მიცემა ხალხო მაგია თავარი თორე დანარჩენი რა პრობლემაა მაგრამ ტაივანიდან ხო აიღებს ისე ტაივანიდან ხო აიღებს აი ტაივანიდან თუ თვითონ ტაივანის USAID-დან არის აი ეგ არის ძალიან საინტერესო რა მოდი აი ანანასლიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანი გავუშვით ცოტა განათლებულები რომ იყვნენ ეცოდინებოდათ ერთ ჭკვიან ადამიანს აქვს ნათქვამი და თვითონ დასერჩონ თუ აქვთ ამის უნარები ერთ ძალიან გავლენიან და ძალიან სოფლიოს რო აზანზარებდა არა მარტო თავის ქვეყანას ასეთ მბრძანებელს უთხრა მისმა ერთმა ჭკვიანმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ბევრი საუკუნის წინ ხიშტების წყალობით შეძლებ ყველაფერს გარდა ერთისა ხიშტებზე ვერ ჩამოჯდები ან ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებ დიდხანსო დანარჩენს მანამდე მოასწრებ რაღაცეებსო მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნება ხიშტებით დიდხანს ვერ მოხერხდება დიდი მადლობა მე არა ეს რო არა მე სამხედროობა აბომეტრიალ და აბა მე ჩვენება თუ დაიწყეს ცოტა სასოწარკვეთილი ბაზარი კაიხანია სასოწარკვეთილი აი ნუ როგორც აი მოვადრო და ამერიკა დაბრუნდება აი კაი ახლა მოგვიგეთ მაგრამ ხიშტებზე ვერ დრონი მეფობენ და არა მეფობენ ხო აი დაახლოებით მე ის რა მევასება ანუ აი ეს პოლიტიკური ერთეული სუბიექტი ეგეთი პედესტალიდან რო უყურებს ქართული ოცნების სამორჩეულს რომ აი Google-ის ხმარება თუ შეგიძლიათ თუ შეგიძლიათ დასერჩვა ის პირველი ჟურნალისტი რო იყო ხო გახსოვს ორი ღერი ინგლისური და Google ბიჭო ანუ რა ნამუსით ლაპარაკობს ვინმე ანანასლიშვილი ხო რა ნამუსით ლაპარაკობს გახარიას იმად მუშაობს TikToker-ად ეს ლეილოა კაცო ეს გახარია არ არის არ ხვდები დაჟე როგორი ბანკროტია რო ეგეც არ მახსოვს რომელია ჩვენ ანუ მაშინ უფრო უარესი მამუკა ხაზარაძის TikTok ჩვენ მე მგონი ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ნინია კაკაბაძეს აქვს ძალიან მაგარი სიტყვა ნათქვამი და უნდა გაუშვათ ჩვენ განაცემს სერიოზული ინტელექტუალური ის არის ტანკი BTR თავიდან ემორჩილებიან მამას, მის მითითებებს, ბრძანებებს, ყველაფერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხვდებიან და ქალი ხვდება, რომ ამას უნდა დაუპირისპირდეს, რომ ეს არის всё მორჩა. ბოდო შემსწორები ხმარეს სიტყვა, მაგრამ მორჩა ეს აღარ არის მონობის დრო, აღარ არის იმის დრო, რომ მამის, კაცის, პატრიარქის სიტყვა იყოს კანონი და ჩვენ ამას ვასრულებდეთ, ხო, ქალების პერსპექტივით. პარაკობდა საბოლოოდ რა ხდება ისინი ჯერ უპირისპირდებიან იწყებენ აი ამ პატრიარქთან თავისი ოჯახის დაპირისპირებას და ბრძოლას და საბოლოოდ კლავენ მას ხო და იმარჯვებენ ხო ნუ არა ეს შვიათ პრიმიტივია ძმაო და რამაგი ეს ხო აქტუალური იყო 99 წლიდან ეს რაც არა მე 90-იანებს დასაწყისი და ხო მაგრამ ძალიან მაგრად მოყვა ბუხ და მე რამაგი პატრიარქაი ცუდი ეს როგორ არის გახარია რომ საბჭოთა კავშირს ებრძვის ხო ეგ არის ხო გვახარია არა ხო გვახარია ჩაანაცვლა გახარია კი ბატონო მოდი თამარ ჩერგოლიშვილი რატო გავუშვით ეს იმიტომ რომ ნინია კაკაბაძე всё თქვა და მე უიო ეგრე გააკეთა აქ თავარი ეგ იყო всё და
დაემართა კრუნჩხვა. თამარ შერგოლიიშვილი. ეხლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენი მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ რამეს ვერ მივახციეთ. რამეს ვერ მივახციეთ კი არა, ძალიან წინ ვართ წასულები და აი ხარ შეიძლება გაჩერება, ეხლა უნდა მივაწვეთ ბოლომდე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის ძალა კარგად დაინახონ ამ დღეებში. აი თებერვალი გადის, ანუ გადაიარა უკვე იანვარმა და დიდი აქციების დრო მოვიდა და მე მგონია, რომ დაიწყება დიდი აქციები. დიდი მადლობა. ხო, აბა რა სიტყვით, შედეგი აქვს უზარმაზარი, გახსოვთ ეგ ფრაზა? ხო, შედეგი გვაქვს უზარმაზარი. ანუ რას თვლიან ეს ადამიანები მიღწევათ? შეიძლება ითქვას, რომ აი რას მიაღწიეს. რომ ვიღაცებმა ევროდებილებმა და უკვე გაქცეულმა, გაფარჩაკებულმა და არხეულმა ადმინისტრაციამ ამერიკის დაასანქცია ვიღაცები და ეს არის მთელი ამბავი. ამერიკის საელჩოს რომ ერთი კრინტი არ დაუძავს, რაღაცა წამოიქნაოდა იმაზეც ეგ რა არის? ამერიკის საელჩო რეალურად ეგ გუშინდელი ქარდი რაც დადო მამუკამ დინარაძეს უსლაბეს. რეალურად დადო, იმიტომ რომ რამეო მეცაკავა. არა, ნათქვამი გქონდესო, რომ ტრამპის ხარეს ვართო კაცო. ტრამპის წინააღმდეგ არ მოქმედებთო. ანუ მართლა მაგის გამო დაწერეს ეგ, რომ ანუ იმაზე ყოფილიყო ხაზგასმა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა დაპირისპირებაში არ შევდივართ ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან. მოდი ხა ამერიკელებსაც გაუგოთ ხა ჩვენს აქაურ საელჩოს, იმიტომ რომ არანაირი ინსტრუქცია ჯერ ხობა არ ვიან მოდის თქო ეგ ეხოც მაო და ხა. არა, ნუ ჯერ სხვა ქვეყნებთან აიასნებენ და მე მოვა ჩვენ, მაგრამ ხო კითხულობენ Twitter-ს არა, ხო უყურებენ არა? ხო, მაგრამ ანუ მაგ ილუზიაში არიან, რომ იქნებ აქამდე არ ჩამოაღწიოს. ეხლა მე უბრალოდ მაინტერესებს ეხოს და მეზობელ ქვეყნებს. ალბათ ესეც გამჟღავნდება ბუღალტერია აი ამ 100 მილიონის. ალბათ იქნება რა პროექტებზე დაიხარჯა, იმიტომ რომ მაგალითად X-ზე ვნახე, მასკის X-ზე მე მგონი, რომ მაგალითად $50,000 USAID-მა გადაიხადა კოლუმბიაში ტრანსგენდერების ოპერაში. $50,000, ანუ ესეთი დაწვრილმანებაც არის. არა, ნუ ტრანსგენდერების ოპერა რას ნიშნავს? აი ანუ მარტო ტრანსები მღეროდნენ? ან შეიძლება ადამიანები, რომლებიც განასახიერებენ ტრანსებს. ან თვითონ ოპერის შინაარსი არის ტრანსული. ეხლა საინტერესოა, სამხავია. ანუ თუ ასე წვრილმანდებიან, მე ვნახე ეგეთი ფილმი, რომელიც ეხლა ყველაზე მეტ ოსკარზე არის ნომინირებული. ეხლა ხო აი მოყევია ეგ ისტორია. გამიგე ბენ-ჰური ყველაფერი ივის შესახებ ბეჭდების ბრძანებილის მესამე სერია არა ძველი კაცო და ეს ფილმი იყოფენ თანაბარ ნომინაციებს ამ ნომინაციებს რაოდენობით შეხედო მე ვფიქრობ კარ შედევრია რაღაც ახლა არის ძალიან კარგი ოდესღაც ძალიან კარგი ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის ფილმი ძალიან მე მიუზიკლები ძალიან უყვარს და მაღალი მოლოდინი მქონდა ამ ფილმზე სიუჟეტი არის ეგეთი რომ მექსიკელი ნარკო კარტელის ძალიან სისხლიანი ბოსი არის ტრანსი რა და უნდა რომ გახდეს ქალი არა კაცო მიუზიკლი დრამა მაგრამ ანუ იმდენად აბსურდია კი მღერისა ეს ბოსი მღერი ანუ ერთი ის მაგალითად სიკვენსი არის ექიმთან მიდის ამისი ადვოკატი და იქ არის სიმღერა ანუ ამ იმაზე ეს რო უხსნის რომ რა უნდა აბანო გაიკეთოს და სიმღერა არის from penis to vagina from vagina to penis ანუ აი მაგდონის აბსურდი არის რა და ამ ფილმს აქვს 13 ნომინაცია და ნუ ხო გასაგებია რატომ მოხდა ამ ხელა ნომინაციაში ფილმი რომელიც არ არის უმეტესწილად არ არის ინგლისურენოვანი რომელსაც არ ყავს ინგლისურ ენაზე მოსაუბრე და რეჟისორი ანუ არც ერთ შემთხვევაში არც ერთ ლოკაში არ ჟდება რომ ოსკარისთვის ეს ფილმი ყოფილიყო თავარი ფილმი იმიტომ რომ ყველაზე მეტი ნომინაცია ამას მისცეს მაგრამ გასაგებია თემა ეგაა რომ ძალიან ეს როგორც დიდია კაბაზე პატრიარქალური და მასკულინური ფიგურა მაჩოისტური და ბოროტი და ეს კარტელის ცივსისხლიანი ბოსი თურმე დაბადებიდან ბავშვი ქალად გზნობს თავს და იკეთებს ოპერაციას და ხდება ქალი და ეხა მოვიდათ მაგარი ჩეპი კაროჩე ამ ქალს ხო მთელი ეს ფილმი რაც გამოვიდა დითი რამებს უმღერის მთელი ლიბერალური სახელოვნებო სამყარო რა რომ აი ეს ყოფილა ვინც არის და მთავარ როლზე წარდგენილი არის და ამბავი რა კაროჩე ვიღაცებმა ამ ლიბერალებშიც ხო არიან უფრო ვოუკ ლიბერალები რა კიდე რა კაროჩე ეს ტრანსიო რაღაცა არ მოგწონს ჩვენო და მოვუქეს ძველი ტვიტები და რა და უპოვეს რასიზმი უყურე ხარ როგორი გაჭედვა გაიჩითა რა ანუ აქეთ ხარეს არის პირველი ტრანსი ქალი რომელიც ნომინირებული არის ოსკარზე მაგრამ თვითონ ტრანსია ხო სახიობი ტრანსია მაგრამ თან ამას წლების წინ ტვიტერზე აქვს ისინი რასისტული ისინი და კამპანიიდან ჩახსნეს ეს სახიობი
კამპანიიდან ჩახსნეს რა ფილმი ხო ჩაუხსნა? არა, ფილმის საერთოდან პრომოუშენ კამპანიიდან ჩახსნეს. თავარი მიდის გარეშე. ძალიან სახალისო ოსკარები იქნება, რომ ეს კალი მივა. ჩვენ აბას დაახვედრება, რომ თან რასისტია, თან ტრასია, თან უნდა შეაქონდა, თან უნდა გალანძო. მაქსაკიჩი კარგად ვერ ყვევდა, ის სამი ვაშკაცი რომ მიაგზავნა, სამი მხედარი. მაგრამ აინტერესებს. მაგას აპოკალიფსის სამი მხედარი რას აპირებენ და რა პერსპექტივაა? რა უნდა გააკეთოს? ჩემი ელჩები არიანო? იდეაში ეგ სუბტად ლიბერალური პრესიდან არის ცენზურა, მიულინეს ცენზორები, მაგრამ კაროჩ მან თუ რაღაცა დიდი ფინანსური კაპიტალი არ შეგროვდა იმისთვის რომ აიზმო მე ეს სამი კაცი მყავს და ესენი ეხლა თქვენ ამ სტუდიურ ლანდშაფტში, ჰოლივუდურ სტუდიურ ლანდშაფტში შექმნიან ახალ ისეთ რა ქვია, კერძო შეიძლება სახელმწიფო სუბსიდიებით, მაგრამ პირველი იქნება ამერიკაში საუბრობთ про კერძო პროდაქშენ კომპანიის, რომელიც იქნება საპირისპირო იმ ფილმებისა, რომელსაც აკეთებდით ამდენი წელი. სადაც ქალი-ქალია და კაცი-კაცია, გასაგებია. სადაც ხო ის არის რა. გასაგებია. ხოდი ვალერი გილბახიანი თემებიც ჩითავს. ბატონო, ვალერი გილბახიანი. ბოდიში ერთ ბარემ ოსკარზე ვარ და რამდენხანი ფილმებზე არ ვილაპარაკე. კარგი, ამ წლევანდელი ოსკარები არის ყველაზე ვოუკ ოსკარები, რაც კი შეიძლება ყოფილიყო. ეს ფილმი ხო თქვი, არის ეგეთი ფილმი პაპის კონკლავი. კი. ნინიძე თამაშობს. ნინიძე თამაშობს. და არის ნუ ხა წარმოიდგინე აი ყველაზე ლიბერალური ხედვა კარდინალების ცხოვრების რა და პაპის არჩევის და ამბავი რა და საბოლოოდ ხა ვისაც ნანახი არ გაქვთ ერთი წუთით გათიშეთ იმიტომ რომ სპოილერი უნდა თქვა ბოლოს პაპა ნუ თან ის თემა მიდის რომ აი პაპი ვინცა უნდა იყოს აუცილებლად ლიბერალი თორე ყველა ვინც კონსერვატულას აფიქსირებს ის რა თქმა უნდა ბოროტი არის და ეს არ შეიძლება იმიტომ რომ განდახევა იქნება და პროგრესს მოკლავს და ბოლოს ბიჭო პაპი მიხდება იცი ჰერმოფროდიტი ანუ ბიჭო უყურე თან თემა რა იყო რომ ანუ ეს ფილმები უყურე მიჯრით რა რომ ერთი დღე მოვიცან ფილმებისთვის და ჩავდე ეს ორი ფილმი და ჯერ უყურე ფილმ ემილია პერეს მე უყურე ამას ბიჭო მეთქი რა ხდება ორივე არის წარდგენილი თან ნუ პაპიზმის ისტორიაში ქალიც ყოფილა ეს გვახსოვს და კარგი პაპები არ ყოფილან მაგრამ ეს რაღაც სიახლეა ნუ ვერ გადაეწყვენ ანუ ჯერჯერობით ხო არა კაცო რა გადაეწყვენ პირიქით რაღაცები არ მახსენდება კიდე არის რაღაცები შენი აზრით შეუტევს კიდე ეს სამაკაცმა უნდა ეცდება რა თქმა უნდა მე ჯონ უეიტის იმედი მაქვს აი ჯონ უეიტს არაფერში უდევს უკვე მე რა მაგარი კაცია გაუშვათ ვალერი გელბახიანი და აკუბარდია შეიძლება იცი დღეს სხვა გენერაციის ლიდერები არიან პარტიებში მაგრამ გამოჩნდება ვინმე 23 წლის ნიჭიერი ბიჭი აი გამოჩნდება სანამ პეტრე ძალით ვერ გასდი ვალერი აბა რა გინდა კაცო და სელექციის გაკეთება რა მინდა და იმუშაონ მინდა იმუშაონ ვალერი მიეხმარე მე შენს მაგათ მუშაობაში ტელევიზიაც მიეხმარება ყველა მე არ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ არა ვალერი წევრი ვარ კაცო კრიტიკის უფლება ხო გაქვს კაცო მე რა უნდა მივეხმარო როგორ მითხრა რათი მივეხმარო რა ყოლიანება უნდა ამათ არ ვიცი ნუ შენ მემაბრალებლო ტელევიზია გაქვს ყველას აქვს ტელევიზია გაჩნია იცი ბატონო დავით ყველას გონია თავისთავად გენიოსი და ამიტომ აი ეს შედეგი ვაღიარებ ხო ესე იგი ტენდენცია რა ჩემი აზრით ესეც სასოწარკვე ტენდენცია ჩაკიბის როცა ადრე ძალიან მძლავრად ეტენებოდნენ ეს ბატონიც ეტენებოდა რომ და ლობირებდა გუბაზი რომ აგერ წაიყვანეთო მაგარი იურისტიაო და ასე შემდეგ ეხლა ისეთი ქაკი დაგროვდა ტრამპის მერე. ანუ ისე გაბაზდა ყველაფერი, რომ ყველა ერიდება რა, მე რა შუაში ვარ, მე ვაფშე ამუბნელი არა ვარ და ეგეთ რაღაცებს ეულებიან და გელბახიანი აქეთ მამონტები ყავს? მამონტები ყავს? სად? ნუგზარ ციკლაური, ზვიად ძიძიგური გაუშვათ. ზვიად ძიძიგური და ნუგზარ ციკლაური გაუშვათ? ორივე. კიდე ერთად გაუშვათ. ნუგზარი გაუშვათ. იძულებას დანიშნოს ახალი არჩევნები, როცა ახალი არჩევნების დანიშნოს არ არის. თუ სერიოზ სასტარტყოფილი დიასახლისები, აი ეს არის სასტარტყოფილი პოლიტიკოსების განაცხადი. როდესაც რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული გზაც, არა მხოლოდ ბოლოს 30 წლის განმავლობაში დაუკავშირა საქართველოს თავისი ბედი დასავლეთს, ხო? მთელი ჩვენი ისტორია, ჩვენი ქრისტიანული კულტურა, რავით, გორგასალიდან დაწყებული და ზვიად გამსახურდიათი და აი ამ ახალი ფორმაციით დამთავრებული არის ევროპისკენ სვლა.
კულტურულად საქართველო არის ევროპის ნაწილი. როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს ევროპა თურმე არის deep state და დამთავრდა მსახურალი ხელი, ევროპის ეს მიანიშნებს სრულ სასოწარკვეთილებაზე. მეი პარტიას რა უთხარის, სადაც მხოლოდ ეს იყო ყველაზე ინტელექტუალი. არა მგონია, კიდე ყავდათ 1-2. დაცებს? ეს და გიგი წერეთელი. გიგი წერეთელი არის. გიგი წერეთელი და არც იყო დაცებში ბოლოს. მითხარი ვით? ყველაზე კონგენიალური და არა, რეპორტაჟები მაქვს მაგაზე. ჭიაბერაშვილი ორის. ჭიაბერაშვილი მე ფილოსოფი. არა, კაცო, ჯერ ფილოსოფოსი იყო და მე კაცო. ჭიაბერაშვილს რა თქმა უნდა, ტრაქტატებია დაწერილი. მე მგონი ტრაქტატებია დაწერილი. არა, დაგდა ფილოსოფოსი მართლა რაღაცა ზეფაზები დაწერილი. ზეფაზი აქვს დაცული. რაღაცა ქართული ატრაქციოდები და სიმბოლიკა და ქართლის ბედის ხმალი რომ ქალოცენტრულია. გეიფი მაგისია? არა. გეიფი ვისია? გერენაიას. გერენაიას. მე ზეაფ ძიძიგური. სხვა რამე შევჩერდით აქ. არა, ეხლა რა პასუხი დაგასწრე. ხო არა, როცა ამბობენ რომ დასავლეთია ჩვენი ხვედრი, დასავლეთი უკვე ბევრნაირია მეგობრებო. ორბანის დასავლეთია, ტრამპის ამერიკას დასავლეთია. ონც არ მახსოვს უბრალოდ ეგ ჩემი ის არის სახელების მოუწევა. ბოცო წუგო არის თუ ის მეორე? ეს არის ესა ხო ბოცო? კი ბატონო. და გაუშვათ ძვირფასი რომელსაც რეზო აბაშუკელბა წოდებულობა ზადბაგარი რამე შეარყა. სახალხო ღორის თავი. კი ბატონო, გაუშვით. შეუძლებელია რომ დღეს საქართველოში ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს თავის ქვეყნის ბედი, უყურებდეს იმას, რაც ხდება ქვეყანაში, ან შვიდად ეძინოს, ან შვიდად ჭამდეს, ან რაღაცა ნორმალური ცხოვრების. არა, ყველარი არანორმალურად ცხოვრობთ. მთელი საქართველო არანორმალური ცხოვრების რეჟიმში გადაიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ხო, ნუ მე ამას ვურჩევდი, რომ თუ გზის გადაკეტვაა და მივიდეს და თავისი მომსახურება შესთავაზოს. ცნობილი გადამკეტავი. ცნობილი გადამკეტავი. მაგრა კეტავს. მაგრა კეტავს. კი ვერა ბოლომდე კეტავს. ხო, საბჭოთა კავშირი მაგან დააქცია ეკონომიკურად, რა თქმა უნდა. ხო, გადაკეტვაზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა. გადაეკეტა. ვერ გადაკეტენ. ახლა გედემეკეტა. დღეს არის საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის წესით იჯება ადამიანები, რომლებიც იქ ცდილობდნენ გადაკეტვას. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი 3 განცხადება Facebook-ში მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ ეს არ შეიძლება და სისხლის სამართლის წესით დაიჯებიან. ასევე მაქვს პოლიტიკოსების განცხადებები პრევენციული. ხო, ნუ როცა სახელმწიფო მე მაქვს ნახე ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებები, რომ არ უნდა შეგვეშინდეს და. ხო, აი ხა მოდი ესე ვთქვათ რა. ის ახალგაზრდები, ზოგი რა თქმა უნდა ანგაჟირებულია, ზოგი არა. ზოგს მოსდის ესეთი ამბავი. რომლებიც დაზარავდნენ, შეიძლება წავიდნენ სისხლის სამართლის ბრალდებით და ასე შემდეგ. ხო, ნანუკა არ უნდა მოსთხოვონ. მიუძღვნის. არ უნდა მოსთხოვონ ახლა აი ლიდერებს, როდესაც ის მოდახმები, რომ ეს არ შეიძლება, არ არის სწორი. რატომ კიდე ერთხელ უბრუნდები იმ თემას, რატომ გონიათ, ვის თააგონათ, რომ ხელისუფლება არის შიში, აგონიაში, უძლურია და ასე შემდეგ. ეს ხო ობიექტურად არ ნანუკა არის. ჟორჟოლიანი ეუბნება ზმაო. არ არის საკმარისი, სანუ შენაურო ან ინტელექტუალური რესურსი აკლია, ან პოლიტიკური წონა აკლია თუ რა, ნანუკა ჟორჟოლიანი რო ეუბნება, რომ ესე არისო, არ უნდა მიიღონ, არა, მე უბრალოდ აი მაგალითად აი ესეთი გარეწარი არის ზურა ჯაფარიძე რა. გიას ძმა ხო? გიას ძმა, შეხედა, აი გაუშვით. გია კი არა. ყველა ეს ადამიანი უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნით, რომ ეს რეჟიმი უნდა დავამხო. სხვა გზას მე ვერ ხედავ. რუსეთის დღეს დავწერე და ახლა გახაც გავიმერებ რუსეთს აჩენებს მარტო ძალა. არაფერი სხვა არ აჩენებს რუსეთს. არაფერი სხვა, არც მოყვება, არც მოფერება, არც ის არც ეს, არც აჩენებს მარტო ძალა. და ძალა არის ერთობაში და ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ ერთად. ხო, აი ზურა ჯაფარიძე, ზურა გადატენილი საჯდომით იყო ალბათ ეს. მე უბრალოდ არ გაუვარდეს. მიტყვის რომ რა ძალაზე საუბრობს რა. ბიჭო, კაცს დადის ლეტალური იარაღით ახლა მეტი რა გინდა? შენ გააკ ეგეთი? ჰა? შეგიძლია ეგრეს როლა? ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აი ბიჭო, ამის დამხობილი ხელახლაა დასამხობია. ხო, ანუ რუსეთს აჩერებს მარტო ძალა. ამერიკის დაუბრუნებია სხვათა შორის ამერიკის სამხედრო ძალა. რუსეთს ძალაც ვერ აჩერებს, მოდი ესე ვთქვათ რა. ძალიან ბევრი ფული დახარჯეს და უკრაინელებმა შეახოცეს ნახევარიერი და ვერ გააჩერეს რუსეთს. ეს ერთი, მას თავი დავანებოთ. ამან რა ძალა უნდა გამოიყენოს? ანუ ამისი ეხლა ხო ჯერას ვიღაცას და ვიღაც ახალგაზრდას, რომელსაც გონია რომ აი ეს წავა პირველ რიგებში. ამას რაღაც ძალა აქვს, რაღაც ფარული ბატალიონები ყავს და როცა კრიტიკული სიტუაცია იქნება,
აკაცუკები გამოვარდებიან. ხო, აი რა. აკაცუკების არმია მოვა. გრიფინდორი, დილდობეკისი. აიგენ დაეხმარებიან. შენ ჩააგდე ერთ-ერთი რეკლამში კი პროდიუსერის თუ რეჟისორის, არ ვიცი ვინ არის, ეხლა პოსტი, სადაც ამბობს, რომ უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პოსტი და მე ჯგუფშიც მივიწერე, რომ წავედი პაკატკო. ეს პოსტი, ეს რაღაცა სხვა განცხადებები და სხვა ვიდეოები მიქმნის განცდას, რომ უკვე იწყება რეალობის აღქმა და გადადიან წყევლაზე, დამუნათებაზე და ასე შემდეგ. რთული არის, რომ რაღაც მომენტში დაშვება ხო უნდა გააკეთო რა. რომ ანუ ამდენი ხნის მანძილზე შენ ვერ ძლიერდები და დასავლეთნა რასაც ელოდებოდი, რომ მთელი შენი NGO სექტორი და მთელი შენი ოპოზიცია რაზეც დარბოდა, რომ გარედან მოგვაშველებენ ჩვენ წინააღმდეგობას და ისეთ კომენტარები იქნება, რომლითაც ჩვენ შევძლებთ რომ აქ მოხდი ავწიოთ. მსგავსი ერთი კომენტარი აღარ ისმის, ნუ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ამერიკა, ჯო ვილსონის ტვიტის ამარა არიან ტიპები დარჩენილები. ანუ ჯო ვილსონის ტვიტი ვერ წევს. ჯო ვილსონმა ხა ვის დაუსაბორთა რომელიღაც სტრანი ქვეყანას არ მახსოვს. ტუნისი, ხო. ტუნისის გათავისუფლება მოითხოვა. ეხლა ტუნისზე არის გადართული. ტუნისის დროშა იყო იქა? აი როგორ არის. დროშა ტუნისის დროშა იქნება. ნუ ჯო ვილსონი მეთქმა დიდხანს ასოცხლოს და მეთქმა ფული მისცეს. რო ეგ აღარ მოუწიოს. რო ეგ აღარ მოუწიოს და ჩვენ დროებით გეშტობთ მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით აუცილებლად ხვალ ამ არხზე და ამ კარგად. ყველამდე.